ბელი დამსაქმებელს დაუკავშირდება. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე თანამოაზრეებთან ერთად სოფელ ჭუბერის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ქრისტიან დემოკრატებმა პარტიის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს, ძირითადი აქცენტი კი მაღალმთიანი სოფლების განვითარების პროექტზე გაკეთდა. თარგამაძის განცხადებით მისი პარტია უკვე რამდენიმე წელია ამ პრობლემაზე მუშაობს და ისინი მზად არიან სრულფასოვანი დახმარება აღმოუჩინონ მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას. დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარება, ქართველების და ქართული ოჯახების დამაგრება პირველ რიგში საქართველოში. წინა საარჩევნო შეხვედრა ქრისტიან დემოკრატებმა ამჯერად მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში გამართეს. ადგილობრივებს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კონცეფცია გააცნეს, რომელზეც პარტია უკვე 4 წელია აქტიურად მუშაობს და საკუთარ მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. პარტიის ლიდერების განცხადებით მაღალმთიანი რეგიონებისთვის აუცილებელია სპეციალური შეღავათები დაწესდეს, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომს გახდეს ჯანდაცვას, განათლების მიღებას და სოფლის მეურნეობის განვითარებას. შეხვედრა ჭუბერში იყო პრაქტიკულად 3 წლის წინანდელი დაწყებული სამუშაოსთვის გარკვეული ანგარიში შაბარება ჩვენი ჭუბერელი მოსახლეობისათვის. სწორედ აქ, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მე ჭუბერში, ხაისში, სვანეთის სხვადასხვა სოფლებში დავდიოდით და ვსწავლობდით იმ სპეციფიკას, რომელიც უნდა ასახულიყო საბოლოო ჯამში მაღალმთიანი რეგიონების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შესამუშავებელ კანონპროექტში. ჩვენ თუ დღეს არ დავიწყეთ თის განვითარებაზე, თის გაძლიერებაზე, მოსახლეობის აქ დამაგრებაზე ფიქრი 10 წლის მერე ჩვენ გადასარჩენი არაფერი არ გვექნება და ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ვიცხოვრებთ უბრალოდ მაგისტრალის გარშემო. შეხვედრის მეორე ნაწილში ქრისტიან დემოკრატებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს. ძირითადად მოსახლეობას კითხვები დასაქმებაზე და ხეტყის მოპოვებაზე ჰქონდათ. მათი მთავარი პრობლემა კი სოფლების ნაწილში ბუნებრივი აირის არარსებობა. ქრისტიან დემოკრატებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა ელექტროენერგიის სუბსიდირება მოხდეს. თის აღორძინებას რო ლაპარაკობენ და ეს ძალიან სასიამოვნო, ძალიან სასიხარულოა. მე ყველანაირად დადებითად ვთვლი დღევანდელ გამოსვლას. საქართველოს მთიანეთში ბევრგან მოსახლეობის უმეტესობა მთავრობას ხავს ლამის კრიმინალად გამოცხადებული. რატო? იმიტომ რომ სხვა არანაირი ენერგეტიკის წყარო არ გააჩნიათ, გაზი აქ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი დღესაც პირდება მთელს მოსახლეობას, რომ გაზი ყველა სოფელს ექნება. ეს არის დიდი ტყუილი. თვით არსებული პროექტითაც კი, რომლის განხორციელებასაც დაჭირდება წლები და ძალიან დიდი ინვესტიციები, შეუძლებელია საქართველოს ყველა სოფელში შევიდეს უახლოეს წლებში გაზი. გამორიცხულია რომ ეს მოხდეს. შესაბამისად, რაც არის გასაკეთებელი ამ ეტაპზე, როდესაც სხვა გამოსავალი არჩება აქ ცხოვრებ მოსახლეობას, რომ ახლო ტყეებიდან ისარგებლოს ხის მასალით, შეშა გამოიტანოს და ამით ოჯახი გაათბოს ზამთარში, ამ მკაცრ ზამთარში, როგორც ქართულ მთაში იცის, საჭმელი გააკეთოს. ეს არის გადაუდებლად აუცილებელი, რომ მოხდეს ამნისტია და ის ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, რომლებიც სვანეთში საკმაოდ დიდი რაოდენობა არის, ვინც აი სისხლის სამართლის დამნაშავეებად არიან გამოცხადებულები, კრიმინალებად ფაქტობრივად რის გამო, იმის გამო, რომ შეშა მოიტანეს ოჯახში. გაზი არ არის. ამნისტია უნდა გამოცხადეს აუცილებლად და მეორე რაც გასაკეთებელი არის, თუ სახელმწიფო იმას ვერ აკეთებს, რომ გაზი ამოიყვანოს აქ და ხალხს ხელი მიუწვდებოდეს და ოჯახებს გაზის მოხმარებაზე, მაშინ ელექტროენერგიაზე სუბსიდირება მაინც მოვახდინოს, რომ ამ ხალხს, ამირანს და სხვა ოჯახებს ჩვენ სვანეთშიც და ძალიან ბევრ სხვა ადგილას, სადაც მე დავდივარ მთაში, ერთის მხრივ ვუგრძალავთ, რომ შევიდნენ, შეშამოჭრან, გამოიტანონ, შემდეგ ამის გამო ვიჭერთ, ვაპატიმრებთ, უზარმაზარ სახთელებს ვადებთ, გადასახადს, რომელიც უზარმაზარი ტვირთი არის სოფლო ცხოვრები ღატაკი ოჯახებისათვის და ამის პარალელურად არაფერს ვაკეთებთ, რომ რამე შეღავათი ჰქონდეს. სუბსიდირება ელექტროენერგიის, ეს არის გადაუდებელი ამოცანა. მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი თარგამაძე ანსიანების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და მათ შეშის დაჭეხვაში დაეხმარა. ქრისტიან დემოკრატების ლიდერი ოჯახის პრობლემებითაც დაინტერესდა და პრობლემების მოგვარების საკუთარი ხედვა გაუზიარა. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს დასაქმების პროგრამა და განსაკუთრებით პროფესიის შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეთ არა მარტო დედაქალაქში ან დიდ ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს, არამედ ამირანის მსგავს ახალგაზრდას, რომელიც 27 წლის არის. დიდი სურვილი აქვს, რომ სამუშაო ჰქონდეს, მაგრამ უნდა რომ რაღაცა საქმეს მოჰკიდოს ხელი, მანამდე შეგირდათ იყოს მუშაობა, შენერგეზარება, ფიზიკურადაც ჯანი გიჭრის. ისინი სვანეთში 3 დღის განმავლობაში დარჩებიან. ხვალ კვირიკობის დღესასწაულს დაესწრებიან და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. სვანეთის შემდეგ კი გურჯაანს ეწვევიან.